ბატონ გიორგი, თქვენი აზრით დგებუაძე დააქვეითეს, დააწინაურეს, რატომ ჩამოაშორეს ის ბათუმის პოლიციას? მოგესალმებით, მადლობა ჩართვის შეეძლებლებისთვის. დგებუაძე არის ალბათ დღეს რეჟიმის პოლიციაში ყველაზე ცნობადი ადამიანი, ხო? ბავშვით რო გააჩერო დღეს საქართველოში. არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ რაიონში. აუცილებლად გეტყვით, რომ მთავარი პოლიციელი ამ ქვეყანაში, რეჟიმის პოლიციელი არის დგებუაძე და მან ეს სახელი ნამდვილად ღირსეულად დაიმსახურა და რა მოყვება ამ სახელს და რა ტიპის ასოციაციები უჩნდება ადამიანებს მისი გვარის წარმოთქმის დროს ალბათ ყველასათვის ნათელი და გასაგებია. პრაქტიკულად დგებუაძე იმ ცნობილი ამბის შემდეგ ქალაქის ქუჩებში არც გამოჩენილა, იმ დანაშაულების შემდეგ, რაც მან ჩაედინა მზეა ამაღლობელთან აქციის სხვა მონაწილეებთან, ის უკვე პრაქტიკულად ფორმალურად იკავებდა ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას, არც ერთ რაღაცა ქუჩაში მოკეთის არავის შეუნიშნავს, როგორც ადრე მანამდე ის რაღაცა ხშირად გადაადგილდებოდა ფეხით და ასე შემდეგ და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ამ ქალაქის მაცხოვრებლებთან, ეს ამბავი რა თქმა უნდა მზეა ამაღლობელის საქმისთანავე დასრულდა. რეალურად დგებუაძე რა თქმა უნდა გაუშვეს ღირსეულ პენსიაში და რა მოცემულობა გვაქვს დღეს, ხო? სტიკერის გაკვრის გამო მზეა ამაღლობელი არის ციხეში, ხოლო იმ დანაშაულების გამო რაც ჩაიდინა დგებუაძე მზეა ამაღლობელთან აქციის სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით არათუ პასუხი აგო მან, არამედ რა ვიცი, ხო, ღირსეულ პენსიაში გაუშვეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ალბათ დაწინაურება, ეს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის რაღაცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღირსეულ პენსიაში გასვლა. ისევე როგორც მანამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს კიდევ ერთი პოლიციის თანამშრომელი აქ გვარი არ მახსოვს, თვითონ პოლიციელები მას კასკას ეძახიან, რომელიც ასევე ატაშეთ გაუშვეს თუ არ ვცდები ბელორუსში, ეს ადამიანიც გამოირჩეოდა აგრესიით აქციის მონაწილეების მიმართ და მისდამი დამოკიდებულებაც ამ ქალაქში რაღაცა ძალიან ნათელი იყო უკვე აქ მაცხოვრებელი ადამიანებისა. ასე რომ რაღაცა რეჟიმი ცდილობს რომ ერთის მხრივ დისკრედიტირებული ადამიანები მოაცილონ რაღაცა ხალხთან კონტაქტს და რაღაცა მსგავსი ტიპის ეგრეთ წოდებულ თანამდებობებზე გადაიყვანოს. ბატონ გიორგი, მინდა ასევე შევეხოთ თორნიკე რიჟვაძის საქმესაც. გუშინ ვიცით რომ ერთპარტიულ პარლამენტში სუსის უფროსად აირჩიეს მამუკა მდინარაძე და მან ასეთი რამ თქვა რომ თორნიკე რიჟვაძის სურვილია რომ გარშემომყოფებთან თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა, ამას გაგებით ვეკიდებითო თქვა მდინარაძე. მის ასევე ამბობს რომ არის რიჟვაძის მეგობარი, თუმცა ვიცით რომ ქართული ოცნების ვერც ერთმა წევრმა ამ ეტაპზე ვერ მოახერხა რიჟვაძესთან კომუნიკაცია, პირადი კომუნიკაცია. თქვენ რას გვეტყვით ამ საქმესთან დაკავშირებით, რა კითხვებზე არ გვაქვს ამ ეტაპზე პასუხები? ეს შესაძლოა მდინარაძის ეს განცხადება იყოს მართალი, ალბათ ხო რიჟვაძეს არ ექნება არანაირი სურვილი კომუნიკაცია ჰქონდეს იმ ხალხთან, ვინც ის პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაწირა, ხო? არანაირი მეგობარი რო არ არის მდინარაძის რიჟვაძე ყოველ შემთხვევაში ამ ამბების მერე ეს ძალიან კარგად ჩანს, მით უმეტეს როცა თვითონ ვეამბობენ რომ არანაირი კომუნიკაცია მასთან უკვე აღარ აქვს. რიჟვაძის საქმე არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაზე კლასიკური მაგალითი იმისა, რა დღეში მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და რეჟიმმა ამ ქვეყანაში ცხოვრება, როცა მათი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლიდერს და ის დიდ თანამდებობის პირი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ამ ქვეყანაში, ამას ემატებოდა ის, რომ ის იყო საქართველოს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცოტა ადამიანის შედიოდა, ვინც ალბათ ძირითადად გადაწყვეტილებები, წესით უნდა მიიღო, მაგრამ ყველანი ხვდებით ხომ გადაწყვეტილებებს ვინ იღებდა. ამ ადამიანს ისე ესროლეს თუ ასროლინა საკუთარი თავისთვის, რომ ამ დრომდე გამოძიებას, რა ვიცი, არაფერი რაღაცა სიცხადე ამ საკითხში არ შემოუტანია და მართლა ღმერთმა გადაარჩინა თორნიკე რიჟვაძე, თორე ივანიშვილისა და რეჟიმის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ვინც ჩართული იყო მის ზეწოლასა ან სროლაში, პრაქტიკულად ის სასიკვდილოდ იქნა გაწირული. მე სიმართლე გითხრათ არ ველოდები რომ თორნიკე რიჟვაძე ამ თემებზე რაღაცა მეტ სიცხადეს შეიტანს საქმეში, მე ველოდები რომ რეჟიმის ჩამოშლისთანავე ძალიან ბევრ დეტალს გავიგებთ მათ შორის ამ საქმეზე და ყველანი კარგად ვნახავთ რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც რიჟვაძესთვის სროლის დავალების გაცემა ან ზეწოლა შეეძლო, რა თქმა უნდა ეს ამ ქვეყანაში იყო მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ მართავს დღეს რუსული რეჟიმი ამ ქვეყანას მაფიოზური რაღაცა კრიმინალური გარჩევებით არიან ისინი დაკავებული არა მხოლოდ რაღაცა იმ ხალხის მიმართ, ვინც მათი რეჟიმის წინააღმდეგია, არამედ საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც, როცა საქმე ეხება ფულს და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის მიტანას. ბატონ გიორგი, თქვენ ბათუმიდან გვერდთვებით, ვიცით რომ ქართულ ოცნებას მათ შორის ბათუმში აქვს დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია, წარადგინეს კიდევაც ქალაქის მერობის კანდიდატი. მაინტერესებს როგორია ზოგადად
ამ ქალაქში განწყობა არჩევნებთან დაკავშირებით. Ვიცით, რომ აი ამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას იღებს გიორგი გახარიას პარტია, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. აი როგორია მოქალაქე და განწყობები ამ მიმართულებით ბათუმში? იდენტურია ეს განწყობები იმისა, რასაც ყველანი ერთად მათ შორის ხედავთ საქართველოს დედაქალაქში, ან რა ვიცი, საქართველოს სხვა ქალაქებში. ყველანი კარგად ხვდება, რომ ეს, რა ვიცი, ამ ამბავს 4 ოქტომბრისაც ყველაფერი შეიძლება ეწოდოს არჩევნების გარდა, ეს რეალურად არის რაღაცა ერთი დიდი ტყუილი წინასწარ, რა ვიცი, მომზადებული ამბავი, სადაც ყველა მიცის, ვინ იქნება ეგრეთ წოდებული გამარჯვებული, იცის რა პროცენტს მიიღებს და ასე შემდეგ. რაც ეხება ლელოსა და გახარიას, მათი აქტიურობა საერთოდ არ შეინიშნება ამ ქალაქში ჯერჯერობით და ალბათ ესეც გაგრძელდება 4 ოქტომბრამდეც, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ძალიან რბილად რო ვთქვა, ღრმა შეცდომაში გაჯიუტების ამბავი ჭირს ამ ორ პარტიას და ის ხალხი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგია, ნამდვილად არაპირებს, რომ ამ რაღაცა დიდ ტყუილს თუ რუსულ სპეცოპერაციას დაარქვას არჩევნები და რაღაცა განსაკუთრებული აქტივობებით იყვნენ გამორჩეულები. ეს ეთყობა პრინციპში განწყობებზე, კიდევ ერთხელ მეორებ ბათუმსაც. ასევე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან სამწუხაროა, რაც გააკეთა და რასაც აკეთებს ახლა ლეულ და გახარია, რომელიც ცდილობს, რომ რაღაც ნორმალიზაციის საშუალება მისცეს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ საბოლოო ჯამში ესე მაინც ვერ მოხდება. ეხლა სადაც არ უნდა გაიაროთ ბათუმში, ისე როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს სხვა ქალაქებში, ადამიანები გესაუბრებიან იმ კრიზისზე, რომელიც არის ქვეყანაში, რომელსაც უახლოეს პერიოდში დიდი ალბათობით მოხდება ის, რომ შესაძლოა ჩვენ უვიზო მიმოსვლა დავკარგოთ ევროპასთან და აქ ხო მარტო ვიზის აღების ტექნიკურ ნაწილზე არ არის, ხო საქმე ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დისტანცირდებით ძალიან დიდი ხნით ევროპიდან თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა და იმ ჭაობში ჩავეფლობით რაშიც ვიყავით. არა და ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როცა შეაძლებლობებით წარმოუდგენლად დიდი ფანჯარა გვაქვს ჩვენ ახლა გახსნილი და ცხოვრების საერთოდ ახალ ეტაპზე შეგვიძლია გადასვლა. დღეს თქვენ ეთერში ასევე ვისმენთ იმ განცხადებებს, ხო, რომელსაც უკვე რეჟიმი აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ პროპაგანდისტები და შემდეგ უკვე რეჟიმის წარმომადგენლები. საბოლოოდ დამთავრდა ყველაფერი, რასაც ამბობდა ივანიშვილი, ხო? 20 იანვარი ტრამპის არჩევა, იქ თითქოს deep state-ის დამარცხება და რაღაც გარღვევა ექნებოდა მას საგარეო ფრონტზე. მან ეს ამბავი საბოლოოდ დაასრულა და ძალიან მკაფიოდ და ნათლად გითხრა ყველას, რომ მისი გზა არის რუსეთი, ირანი და ის მხარე, სადაც ცივილიზაციულ სამყაროს არაფერი ესაქნება. ამიტომ ჩვენ ქართულმა ხალხმა, მათ შორის 13 სექტემბერს და თქვენს ეთერსაც ამისთვის გამოვიყენებ, შემდეგ სხვა დღეებში დაგეგმილ მძლავრ საპროტესტო აქციებში მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ და მე მჯერა, რომ რეჟიმის მართლა ბოლო ეტაპია ეხლა და მთავარია უიმედობა და ნიჰილიზმი არ შეგვეპაროს. ზლაურად უნდა ვიდგეთ ქუჩაში და საერთაშორისო წნეხთან ერთად ჩვენ შევძლებთ ამ რეჟიმის ჩამოშლას. მადლობა თქვენ. მადლობა ბატონ გიორგი პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის.